Am წუთებში ბრიფინგი უნდა დაიწყოს ქართული ოცნების ოფისში, განცხადებას გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. მანამდე კი გეტყვით, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, ასევე აირჩევენ 64 მერს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 უბანი. საკუთარი არჩევანი უკვე გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ასევე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ახლა კი მაკა ბოჭორიშვილის განცხადება. მოხარული ვართ, რომ არჩევნები წარიმართება 7 ვითარებაში. ყველა ამომრჩეველს აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა აქტივობის შუალედური მონაცემები. 12 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 600,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება როგორც 2014 წლის, ისე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელს. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქართული ოცნება, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს მყარად იგებს ყველა მუნიციპალიტეტში. თუმცა ეს არ უნდა იყოს ამომრჩევლის მოდუნების საფუძველი. შესაბამისად, მოუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება და მეტი სიკეთე შევიდეს თითოეულ მუნიციპალიტეტში, თითოეულ ქალაქში და თითოეულ სოფელში. მადლობა. მოგესალმებით, ქალბატონო მაკა, ჩემი კითხვა უკავშირდება უცხოელ დამკვირვებლებს, ვიცით რომ ისინი არიან საქართველოში. უსმადით მაკა ბოჭორიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მისი განცხადებით ამ დროისათვის 600,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც მაღალ აქტივობაზე მიუთითებს. ის ამბობს, რომ ქართული ოცნება მყარად იგებს ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოდუნების მიზეზი და ყველა ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა მივიდეს არჩევნო უბნებზე.